თქვენ მოგეხსენებათ, რომ წუხელ გვიან ღამით ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს და შემდეგ პოლიტიკოს გიორგი გახარიას თავს დაეხმნენ აი ამ სასტუმროში. თავდასხმა მოაწყეს ქართული ოცნების დეპუტატებმა და მაღალი თანამდებობის პირებმა. მათ ზუსტად იცოდნენ, რომ რა მიზნით იყო ზვიად ქორიძე ბათუმში ჩამოსული. კითხეს კიდეც ამის შესახებ, შეხო ზვიად ქორიძე ხარ, ვიცით რატომ აწრო და იმისთვის იყო ბათუმში ჩამოსული, რომ ის დარობას უცხადებს უკანონო პატიმრობაში მყოფ ზიამაღლობელს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, იყოს ჯგუფური ძალადობა. დღეს ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში ავრეკეთ და ვიკითხეთ, თუ არიან დაკავებული მოძალადეები, ჯგუფურად მოძალადეები, დემონსტრაციულად მოძალადეები და ისინი არ არიან დაკავებული. მაშინ როცა არ ვიცი გამოკითხა მოძიება დაიწყო, მხოლოდ ეს ვიცი, ძალადობის მუხლით, თან, მით უფრო ძალადობის მუხლით, არც ჯგუფურით, რომელიც არის მსუბუქი კატეგორიის დანაშაული, მაშინ, როდესაც მზე ამაღლობელს წაუყენეს ბრალ პოლიციელისთვის, პოლიციელ დგებუაძისთვის სილის არტყმაზე, ხალხო, სილა გაარტყა სახეში, იმიტომ რომ შეურაცხყოფდა და ამცირებდა და დატოვეს პატიმრობაში და ეს მოძალადეები წუხენ აქ ადამიანებს დაუტეხეს სახე, ცხვირპირით დაასისხლიანეს, უსასტიკესი ძალადობა იყო, წაშალეს კვალი და ეს ყო არ ვიცი, არ ნახული რა მოხდა, წუხელ მე რაც ვიცი ამ წუთში დაზუსტებით იყო ერთი დიმიტრი სამხარაძე, დეპუტატი, თუ რაც ქვია ამას, რა ვიცი, დეპუტატი მე მგონი არ არის ჩვენი სამართლებრივი შეფასებით და გიორგი მანუელიძე, რომელიც დანიშნეს აჭარის, რომელსაც საგანგებოდ შეუქმნეს თანამდებობა, რომ იცოდეთ, ის იყო უმაღლესი საბჭოს ფრაქციის თავმჯდომარე, ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე და როდესაც გადადგა ხა ამ თანამდებობიდან, დაამატეს ერთი მინისტრის მოადგილეს ერთი პოზიცია და დანიშნეს მინისტრის მოადგილედ. ესენი არიან ფინანსთა სამინისტროში, ესენი არიან ტიპური ძალადობრივის, არ ვიცი რა ტიპის სახელმწიფო არის, საზოგადოებამ განსაჯოს. დანარჩენი ხა გელა იყო თვითმხილველი ამ ამბების დაახლოებით, შეიძლება ისე ვთქვათ, რა ნახა, როგორ წაიშალა კვალი, თუ არის საინტერესო, მოგიყვებათ გელა. გისმენთ მოკლედ. ესე იგი შერატონთან მოვედი სპეციალურად, გუშინ აქ მოხდა ორი მნიშვნელოვანი თავდასხმა, ღამით ჩვენს კოლეგას ზვიად ქორიძეს, ჟურნალისტს, ჯერ თავს დაესხნენ შერატონში განთავსებული არალეგიტიმური პარლამენტის წევრი დიმიტრი სამხარაძე, ტიტუშკების დირექტორი და ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანუელიძე. ჩვენ ვიცით, რომ ისინი იყვნენ დაახლოებით 10-12 ადამიანი, აქ სვამდნენ და როგორც ვიცი, შეიძლება აქ ცხოვრობდნენ, მაგრამ მნიშვნელოვანია გავაკეთოთ რამდენიმე ხაზგასმა აქცენტებზე. კერძოდ, როდესაც ზვიად ქორიძეს თავს დაესხნენ და მას ესროლეს ქოთანი რაღაც ყვავილის შემდეგ სახეზე დაარტყეს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. შერატონის დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა არა დამსხმელი გაიყვანა სასტუმრო შენობიდან, არამედ ზვიად ქორიძე განარიდეს თავდამსხმელებს და თავდამსხმელებმა შერატონში, რომელიც არის საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო, გააგრძელეს ჩვეულებრივი ქეიფი და სმა. ამის შემდეგ რამდენიმე წუთში შერატონში მოვიდა ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია საქართველოსთვის ხელმძღვანელი გიორგი გახარია, რომელსაც ასევე დიმიტრი სამხარაძე და სხვები თავს დაესხნენ და მიაყენეს სხეულის მძიმე დაზიანებები. კერძოდ მას ჩაუმტვრიეს ცხვირი და აქვს ტვინის შერყევა, როგორც გუშინ ჩვენ ექიმისგან მოვისმინეთ. ეხლა რატომ ეს ორი თავდასხმა ერთმანეთთან რატომ არის დაკავშირებული? ანუ პირველი თავ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის შემდეგ შერატონს რომ გაეყვანა აქედან თავდასხმა და მოეხდინათ სათანადო რეაგირება, როგორც შესაბამის დაწესებულება და ყველას გვევალება კანონმდებლობით შესაძლოა მომდევნო თავდასხმა არ მომხდარიყო. გარდა იმისა, რომ შერატონის პასუხისმგებლობა და მონაწილეობა ამ დანაშაულებში, თვითონ ის თავდამსხმელებიც ერთი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მეორედ დაესხნენ თავს და ჩაიდინეს ბევრად მძიმე დანაშაული. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რომ ამ მეორე თავდასხმის შემდეგ ისინი გაქრნენ აქედან, წავიდნენ თუ რა არ ვიცი, მე მაშინვე მოვედი აქ, როგორც კი ეს როდესაც დასხლიანებული გიორგი გახარია მოხვდა შერატონის პირველ სართულზე მისაღებში
და ჩვენ ეხა სპეციალურად რომ გამოვიარე შერატონში ვიდრე მოვდიოდით, ხედავთ რომ 9 წუთის სავალზეა შერატონი და პოლიციის სამმართველო და პოლიცია თითქმის 40 წუთი მოუნდა აქ მოსვლას და მოსულების დაბნეულები იყვნენ, არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ, იმიტომ რომ მათთვის უკვე ცნობილი იყო რომ არალეგიტიმური პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ თავდასხმაში. დაზუსტებით ვიცით დიმიტრი სამხარაძე, აჭარის მინისტრის მოადგილე ფინანსთა და ეკონომიკის მანუელიძე და აქვე რამდენჯერმე ითქვა, ასევე არალეგიტიმური პარლამენტის წევრი ვარლამ ლიპარტელიანი, თუმცა ეს ინფორმაცია პირადად მე დამატებით აღარ გადამიმოწმებია, მაგრამ სამი სხვადასხვა ადამიანი გვიდასტურებდა მის აქ მონაწილეობას. პოლიცია, როგორც გითხარით, 9 წუთის სავალზეა მოვიდა ძალიან გვიან, სასწრაფო უკვე მოსული იყო და ისინი არ ჩანდნენ და რომ მოვიდნენ, მერეც არაფერი გააკეთეს. ორივესი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე შერატონის მენეჯმენტის პასუხისმგებლობაა ის, რომ მათმა დიასახლისმა პოლიციის მოსვლამდე მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, სავარაუდოდ მენეჯმენტის დავალებით გაანადგურა და წაშალა. კერძოდ მთლიანად მოწმინდეს ის დაღვრილი სისხლი, აალაგეს დამტროული ნივთები და მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდა პოლიცია. პოლიციამ დანაშაულების ადგილს ლენტი არ შემოავლო, არ შემოფარგლა მანამდე და არ დაიწყეს საგამოძიებო პროცედურები. ვიდრე აქ მოსული ჟურნალისტები არ ეკითხებოდნენ მათ, რომ რატომ არ ქონდა დანაშაულის ადგილი შემოფარგლული. ესე იგი, ჩვენ რომ ზვიად ქორიძესთან ერთად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად წავედით აჭარის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც დავყავით 2 საათი. იქიდან რომ დავბრუნდით, მერე შემოფარგლა პოლიციამ ლენტით დანაშაულის ადგილი და მერე დაიწყეს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარება. ყველაფერი ეს არის უნისონში, ანუ შერატონიც და სახელმწიფო უწყებებიც მოქმედებენ ერთობლივად, რომ დანაშაულის კვალი და მნიშვნელოვანი ხაზგასმაც მინდა გავაკეთო. მზია ამაღლობელს, ჩვენს კოლეგას, რომელიც გუშინ აჭარის პროკურატურის მოთხოვნით უსახელო მოსამართლემ დააპატიმრა, აჭარის პროკურატურა პროცესზე ერთ მნიშვნელოვან, მათი თქმით მნიშვნელოვან გარემოებას ასახელებდა, რომ ადმინისტრაციულად რომ დავაკავეთ და ხელწერილით გავათავისუფლეთო, გამოვიდა და მეორე დანაშაული ჩაიდინაო. აქ არალეგიტიმური პარლამენტის წევრებმა რუსული ოცნებიდან ჯერ ზვიად ქორიძეს დაესხნენ ისინი თავს და სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს და მერე უკვე ერთი დანაშაული რომ ჰქონდათ ჩადენილი, მალევე რამდენიმე წუთში გიორგი გახარიას დაესხნენ თავს და სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს. ანუ ჯგუფურად იძალადეს, ჯგუფურად დაგეგმეს და განახორციელეს ორგანიზებული დანაშაული. და ამ წუთში არც ერთი მათგანი არათუ დაკავებული არ არის, არამედ პასუხისმგებაში არ არის მიცემული, როცა ჩვენი კოლეგა სილის არტყმისთვის, მილიციის უფროსისთვის არის დაპატიმრებული. ეს არის შერჩევითი სამართალი, ეს არის რუსული ოცნების სამართალი. ჩვენ ვითხოვთ, რომ საქმეები, რაც გუშინ აქ მოხდა, დაუყოვნებლივ იქნეს გამოძიებული, დაუყოვნებლივ იქნეს პასუხისმგებაში მიცემული თავდამსხმელები. შერატონმა გაასაჯაროოს ვიდეოკამერის ჩანაწერები, მათი პერსონალური და ორგანიზაციული პასუხისმგებლობა, თუ კი ამ ვიდეოკამერის ჩანაწერები გაკრება. ვითხოვთ მზიას გათავისუფლებას. თავისუფლება მზია ამაღლობელს.